საიდან გადის მარშზე, რომელიც შეფასებას და ეგ უნდა მეთქვა, რომ მე დიდი ალბათობით მეც საბურთალოდან შემოგიერთდებით. ეხლა საბურთალოს ცხოვრობ, თუმცა ვაკის პარკის იმაში არის კონკურენცია. ნახოთ დილით როგორ მოგვარდება რაღაც საკითხი. მოკლედ ყველგან მარშია, ასე რომ სადღაც ახლოს შეგიძლიათ. ეს არის პირიქით პლურალისტური გარემო, როდესაც მშვიდად შემიძლია როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს რაღაც სხვა საკითხები მოაგვარო და პარალელურად შეძლო, თქვათ, ტერიტორიულად ახლოს სადაც არის და მე საბოლოო ჯამში კი ბატონო შევიკრიბებით იქ. არაძალადობრივი პროტესტის ფორმა არის, რომელიც პირველ რიგში სოლიდარობის მაჩვენებელია ადამიანებს, რომლებიც შეიძლება განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ერთ საკითხის მიმართ ვართ გაერთიანებული. ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული გაფიცვა, არაკლასიკური სტანდარტული, თუმცა თავის კომპონენტები ახლავს სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის პირველ რიგში სოლიდარობა, თავისუფლებისთვის ბრძოლა და ზუსტად თქვენ რო ახსენებდით 100 წლის წინ ეს ისტორიაში რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი არ გასავლიდა საზოგადოებას და მერე შემდგომ პერიოდში მართლა ბევრი ერთის სახელი ამოტივტიდა რომლებიც ჯერ კიდევ 21-ში, 22-ში იყო გაფიცვა და თუ გავიხსენებთ ორი დღის განმავლობაში აქციასთან დაკავშირებით არაერთი ციტატები ამოვარდათ, მაგალითად ქალბატონი ჩიტოსი, რომელმაც შარაშიძე, რომელიც გაიფიცა და აპროტესტებდა უსამართლობას, აპროტესტებდა ოკუპაციას, ასევე 21 წლის დაძამიას გამოსვლომი ციტირება არის და თუ დავაკვირდებით რა სითხოვდნენ 100 წლის წინ თვისობრივად ძალიან გავს დღევანდელ რეალობას და პირველი ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც შენ ხარ ვალდებული ოჯახის წინაშე, ასევე სამშობლოს წინაშე, რომ პატივის ზედა ყველას გვიამაყება ჩვენი წინაპრების. ანალოგიურად ეს პასუხისგებლობაც არის, რომ მათი დანატოვარს გაუფრთხილდე და შევინახოთ. არ არის საჩუქარი თავისუფლება, ეს აჩვენა არა მარტო საქართველოს ისტორია, ნებისმიერ მსოფლიოს ისტორია მაჩვენა, რომ ეს მდგრადი და უწყვეტი ისტორიაში არაფერი არა გარდა სიყვარულისა, გარდა პატივისცემისა, სამშობლო, ოჯახი. ამიტომ ის, რასაც ამბობდნენ, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა. დაცული იქნეს მისი სუვერენულობა. გაფიცულები. კი ბატონო, ეს გახლავთ 1921 წელს რომ გაიფიცა, 10,000 მუშა გაიფიცა. ითხოვდნენ რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური დევნილები. ანუ ტერმინები სხვა, მაგრამ შინაარსობრივად იგივეა. დაუყოვნებლივ გაუმჯობესდეს შრომით უფლებები მუშების და მათი ოჯახების. გათავისუფლება მუშების სამსახურიდან. შეჩერდეს სოფელში ეგზეკუციები. ანუ საბჭოთა კავშირის მხრიდან. აღდგეს მუშათა ორგანიზაციების კავშირები, არჩევნების, კრების, პრესის, სიტყვის თავისუფლების, პიროვნების ხელშეუხებლობა. აღდგეს ქართული ლაშქრის შელახული უფლებები. საშუალება მიეცეს მას გამტკიცდეს, გაძლიერდეს და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარები. დღევანდელ რეალობაში და არაერთგზის მithქვამს, რომ მართლა პატივია იყო ისტორიის მონაწილე, ბავშვობაში რაღაც რომანებს კითხულობ, ისტორიულ პიროვნების შესახებ, ან გამოგონებული პირის შესახებ და წარმოვიდგინე, რა შეიძლება იყოს, რას მე გავაკეთებდი, ან როგორ მიდის პროცესი. ეხლა არის ზუსტად ეს მდგომარეობა, როდესაც ყველანი ვართ და ყველანი არიან ამ პროცესის მონაწილე. ის რაც დღეს არის, რასაც ივანიშვილი და მისი ხალხი აკეთებს, ამას არ მსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ნამდვილად არის ამსახურებს ის ადამიანები, რომლებთა ერთადერთი დანაშაული დღეს ციხეში მარტო იმიტომ არიან, რომ სამშობლო უყვართ. ანუ ერთადერთი დანაშაული, რაც რუსეთის სისხლსამართლის კოდექსი და ივანიშვილის კოდექსი ისჯებესა სამშობლოს სიყვარული, საქართველოს სიყვარული. ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, რომ მე არ მინდა ვიყო რუსეთის კოლონია, მე მინდა დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ ისეთი ხალხი გამოჩნდა ამ პროცესის დროს. არის ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ თქვათ არჩიეს ღალატი. დღეს ვერ იტყვი 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტის ეპოქა არის, არ იცი რა ხდება. ანუ გამოსავალი აღარ არის, არ ვიცი მე პოლიტიკა არ მაინტერესებს. უწყვეტი აქციები, თითქმის 100 დღეს მივა და მალიც მივახლოვდებით ამას. როგორ არის? თან ქვეყანაში გიხარია იმის თქმა, რომ ლამაზია, მშვენიერია, პატარა და ყველას იცნობს. ამიტომ ივანიშვილმა რაც გააუკეთა პირველში ქვეყანას ამ ხალხს უკეთებს, რომ
გასვარა, ამიტომ იმათი გადაწყვეტილებდა ზოგიერთი ისეთი ადამიანი ჩამოშორდა ამ პროცესს. თუმცა არ უნდა თქვა რომ ეს რატო კადრულობს. მათი გადაწყვეტილება, მაგრამ სამაგიეროდ ათასობით და 1000-ს მეტი ადამიანი გამოჩნდა. ისეთ ადამიანებს, ახალგაზრდებს, არ მარტო ახალგაზრდებს, ერთი ადამიანის აქცია სამეგრელოში უტარდება მარტვილში. აჩვენებს რომ პროცესმა ის ადამიანი რომელიც ყოველდღიურად რაღაც სხვა საქმეებით იყო დაკავებული სამშობლოს წინაშე არაფერი აღარ დააყენა. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას. არანაირად არ იმსახურებს ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ამოსავალი ამოცანა არის ორი მთავარი აქვს. რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და თავიანთი ფინანსური კეთილდღეობა. არის ასეთი ურბანული გამოთქმასავით რუსეთის კომუნისტების მიმართ, რომ რატო უჭერენ კომუნიზმის აღდგენას, საბჭოთა კავშირის აღდგენას ხარს, იმიტომ რომ წარმოადგენენ თავიანთი თავი, რომ იქნებიან მავზოლეუმში და ხელს დაუქნებენ ხალხს ქვევით. ანალოგიურად რაღაც ამათაც ეს აქვს, იმიტომ რომ იგივე 21 წელს სერგო ორჯონიკიძე და ძმანი მისნი რუს არმიას მოუძღოდნენ, რომ მათ წარმოადგენენ ისინი იქნებიან რაღაცა იმ კეთილდღეობაში. მაგრამ ამ საბჭოთა ოკუპაციას ახდა ის, რომ როგორც ხალხი იდგა მავზოლეუმის თავზე, ასევე ციმბირში და გულაგში იყო. ასე რომ ეს ძალიან ცვალებადი იყო და თუნდაც მათ მოღალატეს უნდა იცოდნენ თქვა იგივე სერგო ორჯონიკიძეს, ბუდურ მდივანის და ასე შემდეგ ძმათა მისნი მათი ბენი. ამიტომ ეს ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელსაც ამდენი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს, არ იმსახურებს ის ახალგაზრდები, ის ხალხი, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ მიუხედავად მისი ამ ცუდი ამისა და რეპრესიების. ანუ სასწორზე დგას ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა მომავალი, ამასაც გადალახავს ქვეყანა. მონღოლების გაუძელით, არაბებს გაუძელით, რუსეთის იმპერიას, საბჭოთა იმპერიას და რა თქმა უნდა ამათ. მაგრამ რაც უფრო მალე დასრულდება, მათთვის მით უფრო უკეთესი. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ამ დღეებს მე გავიხსენებ და როგორც თქვათ, მე იამაყება შენი შთამომავლობის, ასე იამაყების ყველა იმ ახალგაზრდით, რომელიც მე მოუყვებიან, რომ ეს იყო რაღაც გარდამტეხი, ამიტომ ეგუნათ რომ შეგვაშინებდნენ, ციხე შეგუნათ გავტეხდნენ, მაგრამ არ გამოვიდა, ჩვენ დავძლიეთ, იმიტომ რომ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და პატივისცემა რომ გაუფრთხილდეთ. ამიტომ გაფიცვაც ეს არის ზუსტად ერთ-ერთი სიმბოლური დღე, ყველა იმ დღეებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებული, რომ უნდა ყველა ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, რომ ერთმანეთის გარეშე უკვე აღარ წარმოუდგენელია ყოფნა.